საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მეგობრებო, 198 დღე, თუ სწორად მახსოვს, უწყვეტი პროტესტის. მე-15, 3 დღით რაღაცას ავსდი, ხო? შეიძლება. უწყვეტი პროტესტის ძალიან ბევრი ბჭობა, ძალიან ბევრი რაღაცა ინკლაობა, შეხლა-შემოხლაც მათ შორის ამ 195 დღეში ბევრი რაღაცა გავიარეთ, ხო? ძალიან ბევრი ვნახეთ, ერთმანეთი გავიცანით. და ასე შემდეგ პროტესტის შენელდა და ასე შემდეგ უზარმაზარი და უამრავი მითქმა მოთქმა ამდენი ადამიანი ყოველდღე გამოვდივართ და ყველანი ერთად და ცალ-ცალკეც ვცდილობთ რომ რაღაცა გამოსავალი ვიპოვოთ ამ ჩიხიდან, ამ კატასტროფიდან, რა კატასტროფაშიც ჩავარდით ქვეყნიდან, ქვეყანასთან მიმართებაში და გული გვტკივა და თან ვიბრძვით და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ სამეგობრო, საპროტესტო აუდიტორია დავარქვით ამ მოძრაობას. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ყოველდღე პროტესტის ჟინით გამოვდივართ და უბრალოდ ერთ რაღაცა შეკრების ადგილივით ვიპოვეთ და თან ამ ყველაფერთან ერთად გვინდა რაღაცა მარტო ჩვენ არ გვერგოს, ვიღაც სხვა ადამიანებსაც უბრალოდ საინტერესო თემებზე თუ აინტერესებთ, მოვიდნენ დასწნენ და რა ვიცი. მოისმინონ მინიმუმ, თუ შეკითხვას არ დასვავენ, თუ რამე სიღრმეებში არ წამლენ და ასე შემდეგ. არც ერთ მარს არ ვაკლდებით, სიმართლე რო გითხრათ, არც ერთ რა ვიცი პროტესტის ფორმაზე არ გვითქვამს უარი. გაუძველით ჭავლსაც, ცემასაც, ყველაფერსაც გაუძველით. ანუ ჩვეულებრივი თქვენნაირი ადამიანები ვართ, ძალიან ბევრი კრიტიკის ხარცესხლი მოდის ხოლმე რომ თქვენ ისახართ, ესახართ. ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ფორმატი, სადაც ერთიანობის ჭრილში, ერთიანობის ღირებულებით ვაერთიანებთ ადამიანებს სხვადასხვა პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. რა ვიცი, თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენელი ყოფილა ჩვენთან სტუმარი მომხსენებლის სახით და თავისთავად დამსწრეების თითქმის ყველა პარტიიდან. ანუ ჩვენ არა ვართ არავის საკუთრება, ხალხო, მეგობრებო. ჩვენ არა ვართ არც ერთი პარტიის იდეოლოგიის ქვეშ. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, ვინც გადაწყვიტა, რომ ესე ცოდნა გააზიაროს, რაც შეგვიძლია რა. და ვყვირდებით ყველას, რომ არ გავჩერდებით სანამ იქამდე სანამ შედეგი არ დადგება. სანამ ერთად არ დავდგებით, ერთ აზრზე არ მოვალთ. რაღაცა საერთო ერთ საკითხს მაინც არ ჩამოვაყალიბებთ, რომელზეც მაგალითად ბერი, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, რა ვიცი, მოძრაობები ერთ აზრზე არა. უბრალოდ ერთ საერთო მექანიზმზე როგორ ვებრძოლოთ, მაგაზე სანამ არ ჩამოვაყალიბდებით, ერთიანობის რაღაცა საწყისიც არ ჩანს, ხო? ამიტომაც გავაგრძელებთ ამ პროტესტს. ჩვენ ესეთი мотиваცია გვაქვს და ესეთი მიზნები გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენს ყოველ საღამოს განვიხილავთ, როგორ განვითარდეთ, სად ჭყალებში ვიმათხოვროთ, რომ კიდე რაღაცა უფრო კომფორტული გარემო დავახვედროთ, რა შოუ დავდგათ თუ რა სკანდალი შევქმნათ. ჩვენს ყოველ საღამო ვჭობთ, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ არ გავჩერდებით, სანამ გამოსავალი არ იქნება. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, ოთარ ვაღათურიას ვთხოვთ. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით. კაპიტანი ამერიკა ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვებთ. სინამდვილეში ამ ლექციას მოხდებოდა ეს ლექცია 6 ივნისს. მაგრამ 6 ივნისს არ მეცალა და ამიტომ 9 ივნისს. ჩვენ ყველა ვიცით აქ თითქმის თელმა მსოფლიო მიცის სინამდვილეში ან მეტნაკლებად ცივილიზებული მსოფლიოს მეტნაკლებად განათლებულმა საზოგადოებამ იცის რომ 1944 წლის 6 ივნისს გაიხსნა მეორე ფრონტი. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ის თუ როგორ იცის მეორე ფრონტის გახსნა, ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნა დასავლეთმა და როგორ იცის ამ მეორე ფრონტის გახსნა საბჭოელმა ადამიანმა რა. და მე არ ვღალატობ ტრადიციას და ხშირად უბრუნდები საბჭოელი ადამიანის თემას ჩემს ლექციებში. და მეორე ფრონტის გახსნა თავისთავად საინტერესო ეტაპია დაუშვათ კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომი არის გადამწყვეტ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ მისი ყოველი ეპიზოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის მეორე ფრონტი საინტერესოა როგორც ერთგვარი
ლაკმუსი, როგორც ერთგვარი ტესტი საბჭოელობაზე. ამ თვალსაზრისით თვითონ სახელწოდება მეორე ფრონტი არის უკვე საბჭოური ნარატივი, რომელიც სტალინმა შეძლო და ასე ვთქვათ, აკიდა მთელ მსოფლიოს. თუ მიაქცევდით ყურადღებას, ლექციის სათაურში წერია მეორე, მესამე თუ პირველი ფრონტი. და რატომ არის ნორმანდიაში ფრონტის გახსნა, ნორმანდიაში დესანტი, ანგლო-ამერიკული ძალების, ან ამერიკულ-ბრიტანული ძალების დესანტი, რატომ არის მეორე ფრონტი? თუ ეს დესანტი არის მეორე ფრონტი, მაშინ რომელია პირველი ფრონტი? და აი პირველი შეკითხვა, ტესტის პირველი შეკითხვა. თუ ნორმანდიაში გაიხსნა მეორე ფრონტი, რომელი იყო პირველი ფრონტი? ბრიტანეთის კავშირი? რა ბრძანეთ? 39-ში საფრანგეთი და ბრიტანეთი. კარგი მცდელობა იყო. სინამდვილეში რა თქმა უნდა, სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომის პირველი ფრონტი გაიხსნა პოლონეთში, აღმოსავლეთით. პოლონეთში გაიხსნა პირველი ფრონტი, როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა პოლონურ სახელმწიფოს. ხოლო მეორე ფრონტი გახსნა საბჭოთა კავშირმა 17 სექტემბერს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ისევ პოსტისტორიაში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, პოსტფაქტუმ ვიცით, რომ პოლონეთი დამარცხდა და ვიცით, რომ პოლონეთს არანაირი შანსი არ ჰქონდა. სინამდვილეში პოლონეთი არ იყო ბოლომდე გაწირული ჯერ. ეხლა აქ საინტერესო ნიუანსია, პატარა გადახვევა უცებ ისტორიული. როდესაც საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა პოლონეთში შეწრილიყო, მან დეკლარაცია გააკეთა იმისა, რომ აი პოლონური სახელმწიფო ჩამოიქცა, პოლონურმა სახელმწიფოებრიობამ აჩვენა თავისი უდღიურობა და უსუსურობა და ჩვენ იძულებული ვარ დავიცვა ჩვენი თანამოძმეები აღმოსავლეთ პოლონეთში მცხოვრები დასავლეთ ბელარუსები და დასავლეთ უკრაინელები. ეს თქვა სტალინმა. მაგრამ თუ შევადარებთ რუკას და ოკუპირებული ტერიტორიების სივრცეს, რომლის ოკუპაციაც ნაცისტურმა გერმანიამ მოასწრო პოლონეთში 2 კვირაში და საბჭოთა კავშირში 2 კვირაში, აღმოჩნდება, რომ საბჭოთა კავშირმა 2 კვირაში დაკარგა უფრო მეტი ტერიტორია, ვიდრე ნაცისტებმა და საბჭოელებმა დაიკავეს ერთად. ანუ მთლიანად პოლონეთზე მეტი ტერიტორია დაკარგა საბჭოთა კავშირმა 2 კვირაში. ის რაც პოლონეთმა დაკარგა არა თუ 2 კვირაში, არამედ საბჭოთა კავშირის ჩარევის მერე სინამდვილეში ჯამში 4 კვირაში რა. ამდენად და ხო არ იყო ჯერ განწირული და ჩამოქცეული ამაშია საქმე. შესაბამისად მეორე ფრონტი არის აღმოსავლეთის ფრონტი, ანუ ფრონტი, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაუხსნა პოლონეთს. და 1939 წლის სექტემბრიდან, სინამდვილეში კი 1939 აგვისტოდან ომის დაწყებამდე და 1941 წლის 22 ივნისამდე საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია იყვნენ მოკავშირეები და მათ ჰქონდათ ფრონტი. ერთი გერმანიას ჰქონდა ფრონტი ინგლისთან, დიდ ბრიტანეთთან და სინამდვილეში ეს ფრონტი მას ჰქონდა რამდენიმე თეატრზე საბრძოლო მოქმედებების, ანუ ბრძოლა ატლანტიკაში, ბრძოლა ბრიტანეთის ცაში და ბრძოლა ახლო აღმოსავლეთში და ჩვენ ისე გვასწავლეს, რომ ეს ხელწამოსაკრავი მოვლენები არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა და როგორ გვიხსნიან, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა იქ და როგორ გვიხსნიან, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდებოდა აქ. ამას გვიხსნიან მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობით. და ამ მსხვერპლით ხდება ლეგიტიმაცია და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრეც მაქვს ნათქვამი,
მსხვერპლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განპირობებული არა იმდენად ბრძოლის სისასტიკით და გერმანელების ტექნიკური უპირატესობით ან გერმანელების სხვა რაიმე უპირატესობით ოპერატიულ ტაქტიკური თუ სტრატეგიული თუ რითიც გნებავთ რამდენადაც საბჭოთა სარდლობის და საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობის არაუგუნურობით არაპროფესიონალიზმით თუმცა ერთიც იყო და მეორეც არამედ მიზანმიმართული ჯერ ერთი გულგრილი არა სადისტური დამოკიდებულებით ადამიანისადმი როგორც რესურსისადმი უყაირათო და სადისტური ანუ არის მომენტები სადაც იკვეთება ტენდენცია დინამიკა თითქოს საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საბჭოთა სარდლობას მოწონს როცა ბევრი ხალხი იღუპება ჟუკოვის სხვა საბჭოთა მარშლებს შორის ჟუკოვი გამოარჩია სტალინმა სწორედ იმის გამო რომ ჟუკოვი ყველაზე უმოწყალოა თავისი ჯარისკაცების მიმართ და ყველაზე დიდი მსხვერპლით ახორციელებს ოპერაციებს სწორედ ეს კრიტერიუმი იყო ერთ-ერთი მოსაზრებით რითიც ჟუკოვი გამოარჩია სტალინმა ანუ ეს დამოკიდებულება რომ თუ ოპერაციის მასშტაბი არა თუ სტრატეგიული ხედვის თავისებურება არა რამ შეიძლება გამოარჩიოს თუ ტექნოლოგიურმა უპირატესობამ არა საბჭოთა კავშირს ყოველთვის გამოარჩევს მსხვერპლი რაც უფრო მეტ მსხვერპლს გაიღებს მით უფრო ღირებული და ფასეულია გამარჯვება ეს არ ვიცი მე ვიტყოდი რომ ეს რაღაცნაირი ინსტინქტი იყო მაგრამ მე ვიცი რომ ამაში იყო მიზეზიც და მიზანიც სინამდვილეში რომ მიაქციოთ ყურადღება სტალინის ბოროტი გენია ამაშიც მდგომარეობს ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ 40-ზე მეტი შეთქმულება იყო რომელთაგან რამდენიმე შესრულების ფაზაში გადავიდა ანუ ერთხელ აღაფეთქეს ვალკირია ყველა ვითმარებ რამდენიმე ეპიზოდი იყო როდესაც ჰიტლერი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს ხოლო სტალინის წინააღმდეგ არც ერთი შეთქმულება არ იყო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებების ნაწილი მოაწყვეს სამხედროებმა ხოლო სტალინის წინააღმდეგ სამხედროებს არც ერთი შეთქმულება არ მოუწყვიათ და გარდა ამისა ეხლა აქ ცოტა ისეთი საინტერესო თეორიაა რა არის ბრძოლის ორი პრინციპული მეთოდი ერთი როდესაც ჩვენ გვყავს კარგი ჯარი და კარგი სარდლობა რომელიც იგებს სხვა თანაბარ პირობებში იგებს ბრძოლას ჯარის წვრთნის ხარისხის და სარდლობის ინტელექტუალური შრომის შედეგად ანუ ძლიერი ტაქტიკური გეგმები ძლიერი ოპერატიული გეგმები ხაფანგები ეშმაკობები მანევრები რაღაცები რითიც ახერხებს სარდლობა შეიტანოს არეულ დარეულობა ტრის მართვის სისტემაში და ამით მოიპოვოს გამარჯვება. ამას აკეთებდნენ გერმანელები ძალიან კარგად, ამას აკეთებდნენ ბრიტანელები ძალიან კარგად, ამას აკეთებდნენ ამერიკელები ძალიან კარგად. ამას აკეთებდნენ იაპონელები ძალიან კარგად. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იმისათვის რომ ესე მუშაობდეს ბრძოლის ველზე შეიარაღებული ძალები, ეს ნიშნავს, რომ ამ შეიარაღებულ ძალებში უნდა იყოს მოტივირებული და გაწვრთნილი პროფესიულად გაწვრთნილი და არა ეს დათვებს ველოსიპედზე აკატავებენ ხოლმე რა. არა ცირკის ცხოველივით, არამედ პროფესიულად გაწვრთნილი სამხედროები, რომლებიც იციან თავის ფასი, რომლებიც იციან რა უნდა აკეთონ და რომლებსაც აქვთ გარკვეული წარმოდგენა სამყაროს. და აქვთ გარკვეული წარმოდგენა თავის თავზე ამ სამყაროში. მათ შორის ენთუზიაზმით. გულანთებული ენთუზიასტები, კარგად გაწვრთნილი პროფესიონალები, თან ამავდროულად გულანთებული ენთუზიასტები. ანუ მაღალი პროფესიული კონდიციები და მაღალი მორალური კონდიციები. ეს რაც შეეხება რიგით შემადგენლობას და ქვედარგოლის ოფიცრებს. ხოლო რაც შეეხება ზედარგოლის ოფიცრებს, დივიზიების და ზემოთ მეთაურებს,
აქ საჭიროა ისევ ენთუზიაზმი და ისევ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია. რაც თავარია, აქ საჭიროა თავისუფალი ნება. ადამიანები, რომლებმაც იციან საქმე და იციან როდის რა გააკეთონ, როდის რა თქვან და როგორ იმოქმედონ. მაგრამ ესეთი ადამიანები საშიში არიან იმ კაცჭამია რეჟიმისთვის, რომელსაც წარმოადგენდა სტალინის რეჟიმი. ამიტომაც მოდელი იყო აღებული სხვანაირად. ჩვენ არ გვჭირდება ენთუზიასტები, ჩვენ გვჭირდება ყურმოჭრილი ადამიანები, რომლებიც ზუსტად იმ ნარატივს გაიმეორებენ, რომელსაც ჩვენ ვეტყვით. როცა შევცვლით ნარატივს, ისინი შეცვლიან ნარატივს. არავით არის გაკვირვება არ უნდა გამოიწვიოს, რომ უი გერმანია აქამდე მტერი იყო და ეხლა მეგობარია, ვინც ეს კითხვა დასვა, ყველა გააცინბირეს. მე როდესაც გერმანია დაესხა სამშობლოში, ვინც თქვა რომ ხო ამოვდით რომ გერმანია მეგობარი არ არის მტერიაო, უკვე რომ გერმანია გამოჩნდა რომ მტერია, ისინი მაინც დაიჭერეს და მაინც დახვრიტეს. იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორი გულანთებული პატრიოტი ხარ, ან როგორი იდეური ბოლშევიკი. მნიშვნელობა აქვს შენ რამდენად ლოიალური ხარ შენი ზემდგომი ხელმძღვანელობის მიმართ. ასე რომ საბჭოთა ჯარში ადგილი თავისუფალი ნებით შეარაღებულ გენერლებს მისთვის არ იყო. და მუშაობდა ეს სისტემა ესნაირად. ჩვენ დავხარჯავთ რამდენიც საჭიროა იმდენ ადამიანს, მერე გავალთ რეფორმირებაზე, ანუ შევივსებით ახალი კონტინგენტით და მასაც დავხარჯავთ. ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია ოპერაცია სატურნი და მარსი. ჩვენ ყველა ვიცით, რომ სტალინგრადში განხორციელდა ბრწყინვალე ოპერაცია, დაარტყეს რუმინელებს, დაარტყეს იტალიელებს, რუმინელები, იტალიელები გაიქცნენ და გერმანელები მოიქცნენ ალყაში. ეს ხო წარმატებული ოპერაცია. მაგრამ შინამდვილე ჩვენ არ ვიცით, რომ სტალინგრადის ოპერაცია იყო მხოლოდ ყურადღების გადასატანი ოპერაცია და ნამდვილი გარღვევა უნდა მომხდარიყო რჟევის ფრონტზე. როდესაც ჟუკოვის მეთაურობით მომზადებული იყო 2 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე ორ ეშელონში. პირველ ეშელონს უნდა დაერტყა ჩრდილოეთის არმიის დაჯგუფებისა და ცენტრის არმიის დაჯგუფების საზღვარზე. უნდა მათი ფლანგები შეერღვია და ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისგან მოეჭრა და შემდგომ მეორე მილიონი მეორე ეშელონი და შესულიყო აი ამ წვეტაში და დაეწყო შეტევა ერთ დაჯგუფებას ჩრდილოეთისკენ, ბალტიის ზღვისკენ, რომ მთლიანად მოეჭრათ გრუპენ არმიი ნორდ ჩრდილოეთის არმიის დაჯგუფება მთლიანად მოეჭრათ მომარაგებისგან, ხოლო მეორე დაჯგუფებას უნდა განეხორციელებინა შეტევა სამხრეთისკენ, ხარკოვის მიმართულებით, როსტოვის მიმართულებით, რომ ვორონეჟთან და სტალინგრადთან მყოფი სამხრეთის ჯგუფის ჯარები მოეჭრათ ასევე ზურგისგან. და ეს უნდა ყოფილიყო პირდაპირ 53 წელს უნდა ყოფილიყო ომი დამთავრებული, იმიტომ რომ გერმანია უნდა დარჩენილიყო საერთო არმიის გარეშე. ეს იყო ჩანაფიქრი. ამიტომაც ჟუკოვი, მარშალ პაბედი იყო სწორედ რჟევის ფრონტზე და არა ვორონეჟის ან სტალინგრადის ფრონტზე. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიზანი იყო რა? პირველი მილიონი ჯარისკაცი იყო გამოყოფილი იმაზე, რომ ეს ფრონტი გაერღვიათ და ამ ფრონტის გარღვევის შემდგომ მეორე მილიონი ჯარისკაცი იყო იმისათვის, რომ აი ამ წვეტაში შესულიყო და წასულიყო სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ. ჟუკოვმა მილიონი დახარჯა რჟევზე ისე, რომ ფრონტი ვერ გაარღვია, ანუ შესაბამისად მეორე მილიონს შეყვანას აზრი არ ქონდა და მეორე მილიონიც დახარჯა ისე, რომ უბრალოდ შეაკლა გამაგრებულ პოზიციებს ეს ძალები და მას ამაზე პასუხი არავინ არ მოსთხოვა. მაგრამ სწორედ ამ დროს წარმატებული აღმოჩნდა სტალინგრადის და ვორონეჟის ჯერ და მერე სტალინგრადის ოპერაციები და მერე უკვე პოსტფაქტუმ საბჭოელებმა დაარქვეს, რომ ის იყო მთავარი ოპერაცია, რომელშიც 9 მილიონზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და ის, რომელშიც 2 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, ის იყო ყურადღების გადასატანი ოპერაცია. ამიტომაც ჩვენ ამას არ გვიყვებია. მაშასი კიდევ ერთხელ დავბრუნდეთ. სინამდვილეში
ეს სისტემა მუშაობდა ესნაირად, რომ პირველი მე დავხარჯავ რესურსს რამდენიც მაქვს და ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ამაში ეჭვის შეტანა. მეორე, მე არ მჭირდება იდეური მებრძოლები და ენთუზიასტები, მე მჭირდება მხოლოდ ტიპები, რომელთაც არ აქვთ არანაირი იდეები, რომელთაც არ აქვთ არანაირი ხერხემალი, რომლებიც ფლუგერივით გადაიხრებიან იქითკენ საითკენაც ვეთქვით. ეს იყო სტალინის მიერ შექმნილი სისტემა. იგივე სისტემა აქვს დღეს პუტინს. იგივე სისტემის ნიშნებს ხედავთ ჩვენ დღეს საქართველოშიც. როდესაც არ აქვს მნიშვნელობა ღირებულებს და იდეალებს, არ აქვს მნიშვნელობა გუშინ ნათქვამ სიტყვებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დღეს ნათქვამ სიტყვას. ანუ თუ მე გუშინ მოუწოდებდი მთელ საქართველოს დასავლეთისკენ და ვამბობდი რომ აი ჩვენ ესე იგი ვართ ევროპულ საქმე რაღაც და მეორე დღეს მე დამჭირდა იმის თქმა რომ ღირსებით ევროპაში და მესამე ჯერზე უნდა თქვა რომ ვაფშე არ მჭირდება ეს ევროპა და მე უნდა თქვა რომ ღირსებით ევროპაში სტალინი შევიდა. აი სწორედ ის ხალხი ვინც გუშინ ჩემთან ერთად იმეორა ხო აბარა ევროპა დასავლური ღირებულებები და მე ჩემთან ერთად გაიმეორა ხო აბარა ღირსებით ევროპაში და მე ჩემთან ერთად გაიმეორა ღირსებით ხოლო სტალინი შევიდა ევროპაში და მე ანუ ტიპი რომელსაც არ ახსოვს ან არ აინტერესებს გუშინ რა თქვა და ყოველთვის მეთანხმება ის ტიპი მინდა მე ჩემ გვერდით და მაშინ ჩემ რეჟიმს არაფერი ემუქრება. ესეც არის ტესტი საბჭოელობაზე სინამდვილეში. ეს არის საბჭოეთის თვის დამახასიათებელი სცენი. ის რაზეც მრავალჯერ შესვენ ახსენე მამარდაშვილი აღნიშნავს, რაში მდგომარეობს საბჭოელობა. საბჭოელები, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა მათ შორის საბჭოელების აი ამგვარი უზნეობის გამო. მე კი არ მივტირი საბჭოთა კავშირი ძალიან კარგი რომ დაინგრა, მაგრამ საბჭოთა კავშირი მას თვითონ ხო უნდა და თავის შენარჩუნება, ხო? საბჭოთა კავშირი ინგრეოდა სწორედ იმის გამო, რომ ყველამ ვინც მაშინ ცხოვრობდა, ყველამ უკლებლივ ზოგმა პოზიტიურად, ზოგმა ნეგატიურად, მაგრამ ყველამ უკლებლივ იცოდა რომ რასაც ლაპარაკობენ ტრიბუნიდან, რასაც ლაპარაკობენ ტელევიზორში, რასაც წერენ გაზეთში, არის ყველაფერი ყალბი და ტყუილი. და არავის არ აინტერესებს სინამდვილეში როგორ არის. სინამდვილეში არის სხვანაირად, არა ისე როგორც ლაპარაკობენ. ვამბობთ ერთს, ვფიქრობთ მეორეს, ვაკეთებთ მესამეს. ეს იყო საბჭოთა კავშირის ნორმა. ამ ტიპებმა დაანგრიეს საბჭოთა კავშირი, არავინ არ დადგა საბჭოთა კავშირის დასაცავად. საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმიტომ რომ ყველა იპარავდა, საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმიტომ რომ არავინ არაფერს არ აკეთებდა, საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმიტომ რომ ყველას ატყუებდა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, იმიტომ რომ არავინ მას არ გამოესარჩლა. და დღეს იგივე ტიპები მისდიან იმ საბჭოთა კავშირს და ისევ ხრწნიან და ყვნიან და ანგრევენ უკვე თანამედროვე დამოუკიდებელ ქვეყანას და ზიზღით ამრეზილები უყურებენ ახალგაზრდობას, რომელსაც აქვს ღირებულებები და რომელსაც ჯერა იმისი, რასაც ამბობს. დავუბრუნდეთ ტესტ საბჭოელობაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ესე გვასწავლეს, რომ მეორე ფრონტი აი საბჭოთა კავშირმა ამ ხელამ მსხვერპლით იომა და აი მეორე ფრონტი ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა გახსნა დასავლეთმა. და ჩვენ გვატყუებენ და ჩვენ გვჯერა ამ ტყუილში გავიზარდეთ და ჩვენ მეც კი, როდესაც მე მჭირდება გარკვეული ისე მამარდაშვილისეული ძალისხმევა საკუთარ თავზე, რომ გავიხსენო როგორი იყო სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის და გერმანიის ფრონტს მიღმა იმის გარეთ. მაგალითად, მე ძალიან მიკვირდა, რატომ დაესხა ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს 22 ივნისს. ვითომ იმიტომ, რომ 22 ივნისი არის ყველაზე გრძელი დღე და მას ექნებოდა ყველაზე მეტი დრო პირველი დარტყმის განხორციელებისას აეროდრომებზე თვითონების გასანადგურებლად. კეთილი, მაგრამ მან ხო იცოდა, რომ ზამთარი დადგება. მან ხო იცოდა, როგორ ჩაუვარდა პირველი მსოფლიო ომის დროს ფონ შლიფენს გეგმა, ხო? გერმანიის გეგმა იყო ესეთი პირველ მსოფლიო ომში. რუსეთს მობილიზაციის სჭირდება 6 კვირა. ამიტომ 6 კვირაში უნდა ავიღოთ პარიზი. დათვალეს, დააწყვეს, დაალაგეს, ოკეი, 6 კვირაში პარიზს ვიღებთ, დაიწყეს შეტევა
და არ გამოვიდა 6 კვირაში პარიზის აღება. იქ ჯარისკაცებს ახალი ბათინკები დაურიგეს და 2-3 მარშის მერე ფეხები გადაუტყავდათ, მაზოლები გაუშვათ, ვეღარ იარეს, ჩამორჩენ გრაფიკს. იქ ვიღაც ინგლისელებმა და ბელგიელებმა მედგარი წინამძღოლობა გაუწიეს და ის პატარა ხიდი ვერ აიღეს, ერთ დღეში და 3 დღე იქ იბრძოდნენ და მოკლედ გრაფიკიდან ამოვარდნენ და ომი ეს არის. არასოდეს გრაფიკით არ ხდება. მერე ტრუმენმა თუ ეიზენჰაურმა თქვა, რომ გეგმა არაფერია, მთავარია დაგეგმა. იგულისხმება, რაც არ უნდა მაგარი გეგმა გქონდეს შემუშავებული ბრძოლის წინ, ბრძოლის პროცესში ხდება მუდმივად ოპერატიული დაგეგმა. სულ რაღაცები იცვლება, ახალი ცვლადები შემოდის და ამიტომ ჩვენ ხელახლა და ხელახლა რაღაცებს ვცვლით. ოპერატიული დაგეგმა არის და არა სტრატეგიული გეგმა. ხო, თავისუფლად ნაპოლეონი ამბობდა, რომ ბატალია პირველი გასროლიდან მოყოლებული სულ ქაოსია და ბატალიაში იმარჯვებს ის, ვინც ამ ქაოსში ნაკლებ შეცდომას უშვებს. ანუ ისევ ოპერატიულ დაგეგმაზე ლაპარაკობს ნაპოლეონიც. ხო და გერმანელებმა ძალიან კარგად იციან, რომ 8 კვირაში მოსკოვი თუ ვერ აიღეს, მერე უკვე შემოდგომა იწყება. და რის იმედი ჰქონდათ, რომ 8 კვირაში მოსკოვს აიღებდნენ? განა უკეთესი არ იქნებოდა მათთვის, რომ დაეწყოთ ბრძოლა მაისში. ანუ გაზაფხულის თოვლისდნობა დამთავრდა, წვიმები დამთავრდა, 14 მაისიდან ზომიერ სარტყელში, რუსეთის ზომიერ სარტყელში, უკრაინაში, ბელარუსში უკვე რასპუტიცა დამთავრებულია, როცა გზები გატალახებულია და უკვე გზები გამშრალია და შეიძლება მასობრივად ჯარების მოძრაობა. სტალინმა სწორედ 14 მაისს დაიწყო ჯარების გადასროლა დასავლეთისკენ. გადათვალეთ 14 მაისიდან 6 კვირა და მიიღებთ ომის დაწყების იმ თარიღს, როცა სტალინი გეგმავდა ომის დაწყებას. იმიტომ რომ 14 მაისიდან ეშელონი ეშელონზე მიდიოდა დღისით ინიღებოდნენ ტყეებში და ღამით მარშით მოძრაობდნენ. 14 მაისიდან დაიწყო ეს მოძრაობა. ბრეზენს აგებდნენ ტყეში, საზღვრისპირა ზოლში და პირდაპირ ბრეზენზე ალაგებდნენ ტონობით საჭურველს, საბრძოლო მასალებს. გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოყენებულიყო ეხლავე. გერმანელებმა უზარმაზარ რაოდენობის ტროფეი ალაფი აიღეს და გაოცებული იყვნენ, რომ ხსოვდათ, რომ რუსეთს ამ ხელა შესაძლებლობები ჰქონდა ომს არ დავიწყებდითო. უამრავი ტანკი, უამრავი თვითმფრინავი, უამრავი საარტილერიო სისტემა, უამრავი საწვავი, საფოხი, უამრავი საბრძოლო მასალა აღმოჩნდა კონცენტრირებული პირველი დარტყმის ზონაში, რომლებიც გერმანელებმა ჩაიგდეს ხელში. რატომ? იმიტომ რომ სტალინი ემზადებოდა თავდასხმისთვის. შეგიძლიათ თავად გადათვალოთ 14 მაისიდან 6 კვირა, დრო, რომელიც სჭირდება რუსეთს მობილიზაციისთვის იმ ტექნიკური სატრანსპორტო საშუალებების პირობებში, რომელშიც რუსეთი იმყოფებოდა. მაგრამ რატო არ დაესხა ნაცისტური გერმანია მაისში? იმიტომ რომ მაისში არ ეცალა. და ვინმე თქვის, რატომ არ ეცალა გერმანიას საბჭოთა კავშირზე თავდასხმელად მაისში? საფრანგეთთან ომი დამთავრებული ჰქონდა ჯერ კიდევ 40-ში, 1940 წელს. აქ ჩვენ 41 წლის მაისზე გვაქვს საუბარი. აი, ტესტი საბჭოელობაზე. სინამდვილეში გერმანიას ჰქონდა ძალიან მძიმე ბრძოლა დიდ ბრიტანეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. 10 მაისს გახორციელდა კრეტას ოპერაცია. არ ეცალა ჰიტლერს მაისში. მაისში ჰიტლერი ცდილობდა მოეპოვებინა ბატონობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა აფრიკული კორპუსის მომარაგება, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა აფრიკული კორპუსის მეშვეობით სუეცის არხის გადაკეტვა, რომ ბრიტანეთს არ მიეღო რესურსები თავისი კოლონიებიდან, ან მიეღო ატლანტიკის აფრიკის შემოვლით, ხოლო თვითონ ჰიტლერს მიეღო ის რესურსები, რომელიც აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში იყო, კერძოდ ნავთობი და სხვადასხვა საჭირო ნივთები. იყო მადაგასკარის ოპერაცია. მადაგასკარი დაიკავეს ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ერთობლივად. მადაგასკარი საფრანგეთის იყო, მაგრამ დაიკავეს. ო, ახლო აღმოსავლეთში ბრძოლა გაუჭირდა ჰიტლერს, იმიტომ რომ 3 წერტილი იყო ახლო მედიტერანეაში. ხმელთაშუა ზღვაზე იყო 3 წერტილი: გიბრალტარი, სუეცი, ალექსანდრია და მალტა.
და მთელი ავიაცია და გერმანიის მთელი ავიაცია და იტალიის მთელი ფლოტი იყო გამეცადინებული იმაზე, რომ მალტა მოექციათ ბლოკადაში, დაებობათ, გაენადგურებინათ, დაენგრიათ და აეღოთ. და ვერ აიღეს. ანუ ჩვენ გონია, რომ 1951 წლამდე არაფერი ხდებოდა. ჩვენ მივეჩვიეთ ცხოვრებას იმ პარადიგმაში, იმიტომ რომ ჩვენი უფროსი თაობა, რომელიც მაშინ ცხოვრობდა, ჩემი ორივე ბაბუა. მაგალითად, ჩემი ორივე ბაბუა ცხოვრობდა ლაღი, ბედნიერი ცხოვრებით. ერთი ბაბუა, დედის მამა იყო სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, საავიაციო სამხედრო სასწავლებლის კურსანტი. მეორე ბაბუა მუშაობდა რაღაც თანამდებობაზე. როდესაც დაიწყო ომი, 22 ივნის. რა ხდებოდა 1939-ში და 40-ში და 41 წლის მაისში და აპრილში და მარტში, მათ არ აინტერესებდათ, არაფერი არ ხდებოდა. სადღაც რაღაცა ხდებოდა, გაზეთში ეწერა. გაზეთში ეწერებოდა ყოველ დღე პრავდაში. ვაინა და ზაპაძე, ომი დასავლეთში. ყოველ დღე გაზეთს გადაშლიდი, ეწერა ვაინა და ზაპაძე და იყო მოთხრობილი რაღაც ამბები, სად რა ხდება. გერმანელებმა სად გები ჩაძირეს, ბრიტანელებმა სად თვითონავი ჩამოაგდეს, მაგრამ ნუ ეს რაღაცა იქ, რაღაცა არაფერი ისიც საინტერესო. აი ომი დაიწყო 22 ივნის. და რატოა 22 ივნის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაწყებული ომი ყველაზე დიდი ომი ჩვენს წარმოდგენაში? იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ქართველებმა კერძოდ 700.000 ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდა ფრონტზე და 300.000 მათგან არ დაბრუნებულა. და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ეს მსხვერპლი გავიღეთ. ჩვენ კითხეს და ჩვენ ჩვენინებით გავიღეთ ეს მსხვერპლი? რატომ ზეიმობთ ჩვენ თუნდაც 9 მაისს? ჩვენ კითხეს ეს მსხვერპლი ჩვენ ნებაყოფლობით გავიღეთ? რატო არ აღვნიშნავთ შახაბასის გამარჯვებებს, უნდილაძის გამარჯვებებს? რატო არ აღვნიშნავთ ერეკლე მეორეს ინდოეთში გამარჯვებებს? რატო არ აღვნიშნავთ? აი რატო არ ზეიმობთ? რატო არ აღვნიშნავთ მამლუქების გამარჯვებებს, ქართველები იბრძოდნენ იქაც? რატო არ აღვნიშნავთ მონღოლების რიგებში ქართველების გამარჯვებებს? ირანის კარზე ირანელებმა რო ავღანეთი აიღეს, ან ირანის ჯარის შემადგენლობაში ქართველებმა რო ისფაჰანი დაიცვეს, რატო არ აღვნიშნავთ ამ ზეიმებს? უნდილაძეები რო ვიცე-მეფეები იყვნენ, ხა ლევან სანიკიძე კი უყვარს ეს ხმამაღლა წერა და ხმამაღლა წერა ჯერა მაგარია. და ახ ვიცე-კოროლი, ირანის ვიცე-კოროლი და ასე შემდეგ ფაქტობრივი მართველი და ასე. არა, ვახტანგ მე-6-ს კი არ უნდა გადაერჩინა ირანი, არამედ დაეპყრო. კი ბატონო, ეს ყველაფერი პათეტიკა მესმის ძალიან კარგად. გულის მოსაფხანად აღსაგზნებად ეს ეგ პატრიოტული გზნობის კარგია, მაგრამ ჩვენ არ აღვნიშნავთ იმ ომებს, რომელშიც ჩვენი კონტინგენტი მონაწილეობდა, გარდა ერთი ომისა. და ეს ომი იმ 300.000 დაღუპული მებრძოლისთვის არავის უკითხავს, ის ნებაყოფლობით მიდიოდა. ეხლა ბაბუა ჩემი, მამა ჩემის მამა პარტიულ თანამდებობაზე იყო და ეკუთვნოდა ბრონი, ჯავშანი. მაგრამ როგორც კი მობილიზაცია გამოცხადა 23 ივნისს, ეგრევე წავიდა და ვაინკომატში და მეორე-მესამე დღეს მოვიდა ბრონი, მაგრამ ის უკვე მატარებელში ისდა, ჯავშან მატარებელში და უკვე მიემართებოდა დნეპრისკენ. და მოკლედ ახლა ეს სხვა ისტორია, მაგრამ კი არ ვიცით რამხელა ნაწილი, მაგრამ რაღაც ნაწილი გულანთებულად წავიდა მართლა საბჭოთა სამშობლოში საომრად. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენი. და რაც თავარია, მე დასაწყისში ვახსენე, რომ მსხვერპლი, რომელიც კი არ გაიღო, რომელიც შეაწერა ბოლშევიკურმა რეჟიმმა საბჭოეთის ხალხებს, იყო გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე უნდა ყოფილიყო სინამდვილეში. ვიდრე უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ნორმალური სარდლობა და თუ იქნებოდა ნორმალური დამოკიდებულება როგორც ოფიცრების, ისე ჯარისკაცების მიმართ. მაგრამ არა, მნიშვნელობა აქვს, რომ მსხვერპლი იყოს ბევრი, რომ მსხვერპლი იყოს დიდი, იმიტომ რომ ეს ახდენს ბოლშევიკების თვალში ბოლშევიზმის ლეგიტიმაციას. ეს შემდგომში იქნება მათი პრეტენზიების საფუძველი, რომელიც მათ კიდევაც ჰქონდათ.
ამ რეჟიმის მანიაკალური სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაენადგურებინა, უბრალოდ გასაოცარია. მათ მოსთხოვეს მოკავშირეებს, რომ დაებრუნებინათ არა მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან გაქცეული მათი ყოფილი თანამოქალაქეები, მათი ყოფილი ქვეშევრდომები, არამედ ეთნიკური რუსები და უკრაინელები, რომლებიც არასოდეს ყოფილან საბჭოთა მოქალაქეები და რომლებიც უკვე იყვნენ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები. და თუ სწორად მახსოვს, 4,5 მილიონი ადამიანი თუ 3 მილიონი ადამიანი მოიპოვეს ამგვარად. იმათ გონიათ, რომ სახში აბრუნებენ, ხალხს უნდა უხაროდეს. ძალიან მალე დადგა გამოფხიზლება, იმიტომ რომ მაგალითად ერთი ამერიკელი რიგითი მატროსი წერს, რომ მეო ძალიან მიკვირდაო, ყველა გემებით ახლა რეპატრიანტები მიყავდაო, უამრავი გაქცეული იყო სხვადასხვა ადგილას და მიყავდაო და ეს პოლონელებიო, რომლებიცაც ბრიტანეთიდან პოლონეთში ვაბრუნებდითო, მათ არ უხაროდა თუ დაბრუნებაო და უკრაინელებიო, რომელსაც ვაბრუნებდითო საბჭოთა კავშირში არ უხაროდ დაბრუნებაო და რუსებიო. და ზოგი გემებიდან ხდებოდაო და ბიცურავდაო, რა რომ სადმე გადაერჩინა თავიო და არ დაბრუნებულიყო, ძალიან გვიკვირდა რატოო და როდესაც გემი მივიყვანეთო ოდესის პორტშიო და დავიწყეთო ამ გადმოსხმაო, მაშინ ხა მივხვდი რა ხდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდათ ყუიანქვევის ჯერები, აი შეყავდათო პირდაპირ გემიდან გადმოსხმული ხალხი პატკანვოე მიყავდათ იქვე შორი ახლოს ნაგებობებში და იქიდან გვესმოდათ ყუიანქვევის ხმა. ანუ მაშინ მივხვდით რა ხდებოდა სინამდვილეში და მათ უკვე იცოდნენ რა. აი ეს მანიაკალური სურვილი, რომ ვიღაცები აუცილებლად დახოცო. რასაც მნიშვნელობა არ ქონდა სინამდვილეში. მოკლედ, მე როდესაც ნორმანდიაზე ვსაუბრობთ, ნორმანდია საინტერესო არის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლაკმუსია რა. თუ ჩვენ გონია, რომ მართლა მეორე ფრონტი ნორმანდიაში გაიხსნა, რა სიცილიაში ფრონტი არ იყო? მაგ დროისთვის უკვე იტალიაში ფრონტი არ იყო? იტალიაში ფრონტის გახსნამ არ გამოიწვია სიცილიის აღება, სიცილიის ოპერაციამ არ გამოიწვია კურსკის ბრძოლის შეწყვეტა გერმანელების მხრიდან და სატანკო შენაერთების გადასვლა იტალიაში. მაგრამ მე კიდევ არაფერი. ჩვენ მაინც იმ რაოდენობის პარადიგმაში ვჩებით. რა თქმა უნდა ეს რთული სამუშაოა, მაგრამ როდესმე ეს უნდა აუცილებლად გამოქვეყნდეს, უნდა დაჯამდეს და გამოქონდეს. შედარებითი ანალიზი საბჭოთა კავშირის ბრძოლის თეატრის და ატლანტიკის, ბრიტანეთის და ახლო აღმოსავლეთის და მედიტერანიის ბრძოლის თეატრების, ბრძოლის ველების შედარებითი ანალიზი. იქ ნაკლები ხალხი იხოცებოდა. მათ შორის იმიტომ, რომ ნაკლები ხალხი მონაწილეობდა. მაგრამ გარდა იმისა, რომ ნაკლები ხალხი მონაწილეობდა, იმ შენაერთებთან შედარებით მსხვერპლი ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ჩვენი მსხვერპლი, ჯამური მსხვერპლი, საბჭოთა ხალხების ჯამური მსხვერპლი ამ 4 წლის მანძილზე აღემატება მარტო შეიარაღებულ ძალებს ვსაუბრობ ახლა და არა სამოქალაქოებს. აღემატება ბრიტანელების და ამერიკელების და გერმანელების ერთობლივ მსხვერპლს. თავიდან 9 მილიონი თქვა სტალინმა და მერე 27 მილიონზეა საუბარი დღეს, მაგრამ საინტერესოა სხვა რამ. მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გერმანელების ოკუპაციის ქვეშ მსხვერპლი იყო ნაკლები, ვიდრე ბოლშევიკების მიერ განხორციელებული სხვადასხვა ოპერაციები, განკულაკების, ინდუსტრიალიზაციის, გოლოდომორის და სხვადასხვა მოკლედ ბევრი საინტერესო ნიუანსია. მაგრამ ეხლა ამაზე არ მინდოდა საუბარი, ეს სხვა რამეზე ვსაუბრობ. გარდა იმის, ჩვენი მსხვერპლი აღემატება დასავლეთში, ანუ ბრიტანელების, ამერიკელების და გერმანელების მსხვერპლს. მაგრამ თუ ავიღებთ ოპერაციებში ჩართული კონტინგენტების პროპორციაში, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე მაღალი მსხვერპლი აქვს საბჭოთა კავშირს,
მსხვერპლის მეორე ადგილზე არის იაპონია. ინდივიდუალური მომენტი დიდი იყო. და პლუს იაპონური სარდლობაც ძალიან არა ადამიანურად ცუდად ეპყრობოდა თავის ჯარისკაცებს, როდესაც კუნძულებზე ტოვებდა პროვიანტის და მომარაგების გარეშე და მათ მხოლოდ მიზანი ჰქონდათ, რომ დახოცილიყვნენ რა. კაპიკაძე ცალკე შემთხვევა, მაგრამ მთლიანობაში ეს სამურაის ეთიკა მუშაობს კი. მაგრამ სამურაის ეთიკა მუშაობს მაშინ, როდესაც სამურაი თვითონ ირჩევს ამ გზას. მაგრამ როდესაც სარდლობა წყვეტს დანარჩენი ჯარისკაცები, რომლებიც არ არიან სამურაები, რომლებიც არ არიან აზნაურები, რომლებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, გლეხიშვილები და ისინი ჯარში გაიწვიეს და ეხლა მათგან ითხოვენ სამურაის ეთიკას, თან ისინი თუ კი არ ირჩევენ ამ სამურაის ეთიკას, არამედ მათგან მეთაურები ითხოვენ, მაგრამ ეს მაინც მუშაობდა. შემდეგ არის გერმანია. მიუხედავად თავისი რაციონალურობისა, გერმანიასაც დიდი მსხვერპლი აქვს საკმაოდ. ჯართან პროპორციაშიც. და უფრო ნაკლები მსხვერპლი აქვს ბრიტანეთს და კიდევ უფრო ნაკლები ამერიკას. ამერიკელები ძალიან რაციონალურად, ამერიკელები ძალიან დამოკიდებული იყვნენ მათ ამომრჩეველზე. შეიძლება ამიტომ. მაგრამ არის კიდევ ნიუანსი. თუ ჩვენ ავიღებთ ოპერაციების შედეგებს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ნაკლები მსხვერპლის მიუხედავად ამერიკელები და ბრიტანელები სულაც არ იყვნენ ხელწამოსაკრავი. ანუ არანაკლები შედეგი აქვს დადებული, ვიდრე დაუშვათ რუსებს 10 მაგი მსხვერპლის ხარჯზე. და კიდევ საინტერესო არის ის რესურსი, რომელთაც საბჭოთა კავშირი ომობდა ამ ომში. ეს არის ლენდლიზი. ჩვენ გონია, რომ დიდი ამბავი ხა თუ შონკა გამოაგზავნეს და ზღუ შონკა, მაგრამ სინამდვილეში 16 მილიონიანი ჯარისთვის 4 წლის სამყოფი სურსათ სანოვაგე გამოაგზავნეს ამერიკელებმა. ანუ ჯარი იკვებებოდა, საბჭოთა კავშირში შეეძლო ჯარი მთლიანად ამერიკული სურსათით გამოეკვება, მაგრამ ჯარში რომ არ გაჩენილიყო არიქა მარტო ამერიკულ სატყვევშთამთო, ამიტომ იმ ჯარისთვის განკუთვნილი სურსათის ნახევარს ან გარკვეულ მეტნაწილს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილს ეხავდა საბჭოთა, იმიტომ რომ შავ ბაზარზე, საბჭოთა კავშირში შავ ბაზარზე ეს ლენდლიზის სურსათ სანოვაგე იყიდებოდა ომის მერე და სტალინის სიკვდილის მერეც კი. კვერცხის ფრილი მაგალითად. ბიზანტიისგან ფოთის სპორტში პირდაპირ ეტიკეტების გადაბეჭდა და ხელახალი მარტივება ხდებოდა. ხო. შეიძლება, კი. ხო და ანუ უბრალოდ როგორც კი ომი დამთავრდა, საბჭოთა კავშირში შიმშილობა დაიწყო. მაგრამ ყველა საინტერესო არის ის, რომ შიმშილობა დაიწყო არა იმიტომ, რომ სურსათსანოვაგი არ იყო. ან რომ ეთქვა საბჭოთა კავშირში დახმარება მჭირდება სურსათსანოვაგი მომარაგე მიახმარდნენ კიდე. მაგრამ არა, საბჭოთა კავშირმა სტალინმა ბოროტმა გენიამ მოაწყო შიმშილობა იმისათვის, რომ ჯარისკაცებს ფრონტიდან წამოღებული ტრაფეი გერმანელების დაძრობილი ოქროს კბილები იქნებოდა თუ ასე შემდეგ. აი ესენი ჩაებარებინათ სპეციალურ დაწესებულებებში და გადაეცვალათ სასურსათო ბარათებს. სტალინმა სამჯერ მოაწყო მიზანმართულად შიმშილი იმისათვის, რომ გაეზარცვა საბჭოთა ხალხი. ესენი კიდე მისტერია, მე გიждები ამაც. მაგრამ არ იციან და იმიტომ, ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ იმის გამო რომ არ ვიცით, ვაგრძელებთ იმ პარადიგმაში ცხოვრებას. მე ადრე ვთქვი ეს რამ, ჩვენ რაც ჩვენ გვეხებოდა, ხო, ვიცოდით საბჭოთა პროპაგანდა რას ტყუოდა ჩვენ შესახებ და ამის მხილება შეგვეძლო. მაგრამ სხვა დანარჩენი ყველაფერი გვჯეროდა და არ ვიცოდით რომ უკრაინასაც შეეხებოდა ტყუილი იყო, ან ყაზახეთსაც შეეხებოდა ტყუილი იყო. ეს არ ვიცოდით და საბოლოო ჯამში დალესის გეგმაც გვჯერა და სიონის მუდრეცებიც გვჯერა და ასე შემდეგ. მთელი საბჭოთა შეთხზული ის გვჯერა, რომ ამერიკა და საბჭოთა კავშირი იბრძვიან მსოფლიო ბატონობისთვის, ამისიც გვჯერა, დღემდე გვჯერა ამისთვის. აგერ ჩანს როგორც იბრძვიან, არაფერს არ იბრძვიან. იბრძვის მარტო რუსეთი. ამერიკას სულ არ იბრძვის. არაფერს არ ბრძოლ, სანამ ამერიკა ჯანსაღი იყო, იბრძოდა მსხვერპლის დასაცავად, დაუშვათ იყო ეს ვიეტნამში თუ კორეაში. მაგრამ დღეს აღარ შეუძლია ბრძოლა და არ უნდა ბრძოლა. მithumet ეს როგორ გინდა ებრძოლო რუსეთს, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, ხო? რისკი მისი ამომრჩეველი, ამერიკელი ამომრჩეველი ვერ გაიგებს ამგვარ რისკს. მაგრამ ჩვენ კვლავ ამ პარადიგმაში ვრჩებით, რომ ჩვენ პრაქტიკულად
სკოლაში ვისწავლეთ, მეტნაკლებად კარგად ვისწავლეთ, ზოგმა 5-ებზე, ზოგმა 4-ებზე, ზოგმა 3-ებზე, მაგრამ ყურმოკლულის დონეზე მაინც ვიცით, რომ ეს იყო დიდი ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გავიღეთ დიდი მსხვერპლი და ამგვარად ჩვენ ხდება რაღაცა რუსეთის ლეგიტიმაცია. სინამდვილეში ჩვენ გავიწდება, რომ ომი გააჩაღეს ჰიტლერმა და სტალინმა ერთობლივად და ეს ომი გრძელდებოდა სანამ ჰიტლერი სტალინს არ დაესხა, მანამდე ჰიტლერი და სტალინი მოკავშირეები იყვნენ. ამ ომის ფარგლებში საბჭოთა კავშირი დაესხა პოლონეთს. ამ ომის ფარგლებში საბჭოთა კავშირმა დიპლომატიური ზეწოლით და სამხედრო შანტაჟით დაიპყრო ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ამ ომის ფარგლებში საბჭოთა კავშირი დაესხა ფინეთს და ფინეთმა უდიდესი თავდადებით, აი მსხვერპლი რომელიც ფინეთმა გაიღო. ის მსხვერპლი ფინელებმა გაიღეს თვითონ. უდიდესი მსხვერპლი გაიღეს სინამდვილეში, უფრო მეტი ვიდრე საბჭოთა კავშირმა. დაესხა რუმინეთს და წაართვა მას მოლდავეთი, მოლდოვა, ბესარაბია და ბუკოვინა. საბჭოთა კავშირი იყო ჰიტლერის მოკავშირე მთელი ამ დროის მანძილზე. და ამ დროს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც იბრძოდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, იყო ბრიტანეთი, რომელიც იბრძოდა მარტო. რომელიც ვერ იბრძოლებდა, ამერიკა მას უარ დახმარებოდა. ჯერ ნაცისტურმა გერმანიამ სცადა ავიაციით დიდი ბრიტანეთის მორალურად გატეხვა და მისი თავდაცვითნარადობის შელახვა, რომ შემდგომში შესაძლებლობა ჰქონოდა სადესანტო ოპერაციის განხორციელების. ეს ვერ შეძლო. ამაზე ჩერჩილმა თქვა, რომ ძალიან მცირე ნაწილმა საზოგადოების ძალიან დიდი როლი შეასრულა. ეს ეხებოდა პილოტებს, რომლებიც გამოუძინა დასვენებას ვერ ასწავდნენ, იმდენჯერ უწევდათ, იმიტომ რომ ნაკლები თვითნავები იყო, მაგრამ ერთი უპირატესობა ჰქონდათ, რომ აფრინდებოდნენ, იბრძოლებდნენ, დაბრუნდებოდნენ, აი შეივსებოდნენ საბრძოლო მასალით და საწვავით და კიდევ, მაგრამ მაშინ ჰიტლერმა სცადა უკვე ბრიტანეთის ეკონომიკურად გაგუდვა, იმიტომ რომ ბრიტანეთი ინდუსტრიული ქვეყანაა, 4 მილიონი არის ბრიტანეთის მოსახლეობა, რომლის 5-6 მილიონი არის თლიანი ბრიტანეთის კუნძული, დიდი კუნძულის მოსახლეობა, რომლის გამოკვება შეუძლია და რომელიც აი მთელი კუნძულის მოსახლეობა 2 მილიონიდან 6 მილიონამდე მერყეობდა ინდუსტრიალიზაციამდელ ერაში. და მხოლოდ ინდუსტრიულ ერაში გაიზარდა და მიაღწია 40 მილიონს. შესაბამისად, თუ მომარაგება არ ექნებოდა ბრიტანეთს, ბრიტანეთში გამოიცა ბუკლეტები, ბროშურკები, როგორ დაეჭირათ დიასახლისებისთვის და მოქალაქეების, რომ როგორ შეიძლება მტრედის დაჭერა და როგორ შეიძლება მერე მტრედის მომზადება. და რისი ჭამა შეიძლება, რისი ჭამაც მანამდე არ განიხილებოდა როგორც საჭმელი. ესეთი ბროშურები ვრცელდებოდა, რომ ბრიტანელებს რაღაცა შიფშილისგან რო არ დახოცილიყვნენ. მაგრამ პლუს იყო ლენდ-ლიზი. ლენდ-ლიზი, რომელიც ჩვენ ვიცით, სინამდვილეში ლენდ-ლიზი ბრიტანეთში შეიქმნა. და ამერიკის დახმარება რომ არა, ბრიტანეთს ძალიან გაუჭირდებოდა. ბრიტანეთს ასევე ძალიან გაუჭირდებოდა, თუ გერმანელები შეძლებდნენ და იტალიელები და გერმანელები შეძლებდნენ ხმელთაშუა ზღვის გაკონტროლებას. ანუ მალტის ოპერაცია და აფრიკის ოპერაცია თუ წარმატებული გამოდგებოდა. მაგრამ ბრიტანელებმა არ დათმეს და გერმანელებმა ყველა რესურსი დადეს ამ ოპერაციაზე, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდნენ. და ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ დაესხა გერმანია საბჭოთა კავშირს, ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული პოტენციალი. შესაძლოა ერთ-ერთი რესურსი იყო ეს, ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ასე რომ ნორმანდიაში მეორე ფრონტი არ გახსენდა სინამდვილეში. ნორმანდიაში დაბრუნდა პირველი ფრონტი. ან გაიხსნა მესამე ფრონტი. მაგრამ არა და არა, არავითარ შემთხვევაში მეორე. ნორმანდიის ფრონტი იყო ბრიტანელების, რეალურად ბრიტანელების, ამერიკელების დახმარებით კონტრშეტევა. და ეს არის ერთგვარი ლაკმუსი საბჭოელობაზე, თუ ჩვენ გვჯერა საბჭოთა ნარატივს, თუ ჩვენ გვჯერა 9 მაისის, თუ ჩვენ გვჯერა რომ ყველაფერი ჩვენზე გადაიარა და ჩვენ გავიმარჯვეთ და გავიმარჯვეთ დახმარების მიუხედავად, მაშინ ჩვენ ვრჩებით საბჭოთა პარადიგმაში. სინამდვილეში ჩვენ უნდა წავიკითხოთ სხვა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. მადლობთ ყურადღებისთვის. კითხვებისთვის დრო აღარ დავტოვე. დაგღალეთ ყველა. მადლობა მეგობრებო, რომ გვესწრებოდით.
ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. ბრძოლა გრძელდება, გამარჯვებამდე აუცილებლად გავაგრძელებთ ლექციების ჩატარებას. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება, ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ოთარ საინტერესო ლექციისთვის. ომახიან დაგვიგვირება არ გამომივიდა ლექციის რაღაც ნაღვლიან დავაგვიგვინე და